მეგობრებო, საოცრად მახარებს თქვენი ნახვა, საოცრად. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს გუშინ იყო ის დღე, როცა ჩვენ ერთად ვიყავით. ეს ასოები, რომლებიც დღეს უნდა განვიხილოთ, მეგობრებო, არც კი ვიცი როგორ გითხრათ. მე ისინი აღმაფრთოვანებს. აგერ 50 წელი აღფრთოვანებული ვარ და ახლა კიდევ უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. თითოეული ასო თითქოს მუსიკა, რომელსაც უსასრულო გამოძახილები აქვს. ეს გამოძახილები საშუალებას გვაძლევს უსასრულოდ ჩავეძიოთ ბიბლიის ამ საუცხოო ტექსტებს და მათი საშუალებით შევიდეთ ყველაზე ღრმა წიაღში ღვთაებრივი სიტყვისა, ღვთაებრივი შეტყობინებისა და ამასთანავე შევიდეთ ჩვენივე თავის ყველაზე ღრმა წიაღშიც, რადგანაც ეს ყველაფერი ჩვენშიც წერია. რაც უფრო შორს მივდივარ, მით უფრო მიჩნდება იმის განცდა, რომ საფარველს ხვდი რაღაცას, რაც ვიცი, რასაც ვატარებ ჩემში, მაგრამ არ ვიცოდი რომ ვატარებდი. უეცრად მეხილება თვალები. ერთი და იმავე კალმით ვართ ნაწერი ებრაული ბიბლია და თავად ჩვენ. ჩვენი გულის სიღრმეშია ის ჩაწერილი. მაშა სადამე ეს მხოლოდ ტექსტის გამოცხადება კი არ არის, არამედ ჩვენივე საკუთარი თავისაც და ეს ძალიან ამაღელვებელია. ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ თითოეული ასო მუსიკალური ბგერასავითაა, მაგრამ შეიძლება ისინი შევადაროთ ასევე მოცეკვავეს, მით უფრო, რომ როგორც ხშირად მithქვამს, ძველად ებრაული გადაბულად იწერებოდა. არ არსებობდა სიტყვებს შორის დაშორება. იგი იწერებოდა ეგრეთ წოდებული ბუსტროფედონის წესით. ბუსტროფედონი აღნიშნავს მიწის უღელში შებუნი ხარების მოძრაობას, რომლებიც ჯერ ერთი მიმართულებით ავლებენ ხნულს, შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით. ზუსტად ასე იწერებოდა ებრაულად სტრიქონები, ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ, მომდევნო მარცხნიდან მარჯვნივ. ამას წინათ ვიმყოფებოდი ერთ ადგილას, სადაც ხშირად ვატარებ სემინარებს ებრაულ ასოებზე. თან მახლავს ხოლმე ფრანკ ლალუს მეუღლე თინა, რომელიც ასწავლის ებრაული ასოების ცეკვას. სემინარის მონაწილეებთან სამდღიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ დარბაზში შემოიყვანა ისინი, ოღონდ შემოიყვანა ცეკვით 1 2 3 ტაკ, 1 2 3 ტაკ. ისინი ფერხულს ცეკვავდნენ და მე გულშეძრული შევყურებდი ფერხულით მომავალ ებრაულ ტექსტს. ეს იყო საოცრად შთამბეჭდავი, საოცრად ლამაზი ცეკვა, ცრემლები მომადგა, ძალიან ცოცხალი სანახაობა იყო. და ეს ასოები მართლაც რომ პიროვნებები არიან, რომლებიც მოდიან ჩვენთვის რაღაცის სათქმელად, ვიდრე მართლა არ შევახწევთ არსების საიდუმლოში.